ქვეყანაში, სადაც ამდენი პოლიტიკური პარტია და მოძრაობა არის უკვე დაფუძნებული, რატომ იქმნება ახალი პოლიტიკური ორგანიზაციები, რა მიზნები, ამოცანები და გეგმები აქვთ მათ? ეს გადაცემა 20 წუთში საფრანგეთში მცხოვრები პოლიტიკური მოძრაობა საქართველოს სახელით ლიდერი გიორგი კუხალაშვილი. ვიღართ პოლიტიკური მოძრაობა საქართველოს სახელით დამფუძნებელი და ორგანიზატორი, მინდა რომ სწორედ აი ამ თემით დავიწყოთ ჩვენი საუბარი. ჩვენ სასაუბროდ 20 წუთი გვაქვს და გადაცემასაც ქვია 20 წუთი. ვფიქრობ, რომ სავსებით საკმარისია იმ აზრების გამოსახატავად, რაც ხალხამდე უნდა მივიდეს. მოკეთ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. გიორგი, იცით რა მაინტერესებს? როდის დაარსდა თქვენი მოძრაობა? იმიტომ რომ ჩემთვის პირადად უცნობი იყო და მე არაერთი ადამიანისგან გამიგია, რომ არ იცოდნენ ამ მოძრაობის შესახებ. ჩვენ სიმართლე გითხრათ, ზუგდიდის გამოსახლების პროცესში გავიგეთ თქვენ შესახებ და რატომ დაარსდა, როდესაც ქვეყანაში, სადაც აი ამდენი პოლიტიკური პარტია გვაქვს და მოძრაობა, კიდევ ახალი პოლიტიკური მოთამაშის შემოსვლა არის ძალიან ამ პერიოდში სახიფათოც და საოცარიც. წარმატებას გისურვებ და მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. დიახ, 200-ზე მეტი პოლიტიკური მოძრაობა არსებობს საქართველოში და კიდევ ერთი პოლიტიკური მოძრაობა რა აუცილებლობას წარმოადგენს. მე ვთვლი, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე, სწორედაც რომ დროა და აუცილებელია შეიქმნას ისეთი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც გაამთლიანებს ქართულ საზოგადოებას, ყველა ფერს შეკრავს და არ იქნება ეს მიკერძოებული ან რომელიმე კონკრეტული პირის ან კონკრეტული პარტიის ქოლგის ქვეშ ყოფი. დიახ, ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ვიღაცა გვიწერს მიშისტი ხარ, ბიზნესისტი ხარ, იმისტი ხარ, ამისტი ხარ. ჩვენ ამ კომპლექსიდან უნდა გამოვიდეთ პირველ რიგში. ჩვენ ამათ ასეთ ადამიანებს ყურადღებას დიდად არ ვაქცევთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქართულ ხალხს და საქართველოს დასაკარგი დრო არ აგვაქვს. ამიტომ ჩვენ წყობრი ნაბიჯებით წინ მივიწევით და ვაერთიანებთ ყველას, ვისაც საქართველოს სახელით რამის გაკეთება სურს, რამე ნაბიჯის გადადგმა სურს. ეს პოლიტიკური იქნება, სოციალური იქნება, თუ თუნდაც ეკონომიკური, თუ სპორტული, თუ არა აღშობა საქართველოს სახელით. ეს მოიცავს ყველაფერს ერთიანად. ეს არ არის რაღაცა კონკრეტული ვიწრო პარტიული ინტერესი მხოლოდ, ეს არის მთელი პალიტრა, ასე რომ ვთქვათ, შედარებისთვის პალიტრა, რომელიც ქმნის მთელ საქართველოს რაღაც მონახატს, სადაც გამთლიანდება დიდი და პატარა. ჩვენ ეს ამბიცია გვაქვს. არა იმიტომ, რომ რაღაცა თანამდებობებს დავეწაფოთ, მივეახლოთ თუ რა ვიცი, ასე შემდეგ. ჩვენი მთავარი საკითხი, ბრძოლისა, мотивация არის თავისუფალი საქართველო, გათავისუფლებული საქართველო რუსული რეჟიმისგან და ტყვეობისგან. და ამის ერთადერთი ალტერნატივა, გამოსავალი ჩვენს მოძრაობას ესახება ელექტრონული არჩევნების ჩატარება. ელექტრონული არჩევნები, რომელიც სახლიდან გაუსვლელად იქნება შესაძლებელი, მონაწილეობის მიღება იქნება სახლიდან გაუსვლელად შესაძლებელი. ასევე უპრეცედენტო რამ არის ჩვენი ინიციატივა, რაც უკავშირდება ელექტრონულ ციფრულ არჩევნების ჩატარებას, ეს ბიძინას გარეშე. ბიძინა ხომ არ გვაძლევს ემიგრანტებს იმის საშუალებას, რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ წაგვართვეს ერთადერთი და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი კონსტიტუციური, სადაც უფლება გვაქვს მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში და არ ვიყოთ მხოლოდ ბანკომატი, რომელიც ფულს უგზავნის მხოლოდ საქართველოს და ასე შემდეგ. ამის დასამტკიცებლად პირველ რიგში, რომ ჩვენ არ ვართ მარტო ფული და ჩვენ ვართ ხმა და აზრი ჩვენი მომავლისა, ამისთვის აუცილებლად ვთვლით, რომ ჩავატაროთ ელექტრონული არჩევნები, რომელსაც ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ გააყალბებს. ამ პროგრამას, ამ საარჩევნო პროგრამას ისეთი ძლიერი საერთაშორისო დონის კორპორაციები ქმნიან, რომელზეც ჩვენ შეპარის უფლება არ აქვს, იმიტომ რომ ისინი მუშაობენ ძალიან მაღალი დონის ქვეყნებზე და პლუს კიდევ მათ მთავრობებზე, ბანკებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემო მეგობრებო, ელექტრონული არჩევნებით რისი მიღწევა შეიძლება? პირველ რიგში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დარჩენილი ჩვენი ქართველი ძმები აუცილებლად საკუთარი სმარტფონისა და აიფონების თუ ანდროიდების საშუალებით შეძლებენ ხმის მიცემას იმ პარტიისთვის, რომელიც მას ესახება როგორც გამოსავალი ქვეყნის ხსნისა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ელექტრონული არჩევნების ჩატარებით ჩვენ მილიონობით ლარს დავზოგავთ სამომავლოდ ჩვენი ბიუჯეტიდან
დღეს არჩევნების ჩატარება ჯდება 100 მილიონი და ჩვენ ერთხელ რომ ვიყიდით ამ ელექტრონულ პროგრამას ის მაქსიმუმ 1-2 მილიონამდე ხარჯს მოიწევს ყოველ არჩევნებზე, იმიტომ რომ მაქსიმუმ ტექნიკური საკითხებისთვის დაგჭირდეს თანხა. ასევე შევძლეთ ჩვენ ამ ელექტრონული არჩევნებით ემიგრაციამ სრულად სახლიდან გაუსვლელად მისცეს ხმა და დაუმტკიცოს ყველას, რომ ის იმსახურებს მონაწილეობას ამ პროცესებში და უფრო მეტიც, ემიგრანტს ექნება უფლება თვითონ გახდეს კანდიდატი და იქიდანვე, სადაც ის ცხოვრობს, თავისი კანდიდატურა წამოაყენოს როგორც პარლამენტარობის დეპუტატობის კანდიდატი და ის გახდეს პარლამენტარი და საკუთარ ქვეყანას დაუბრუნდეს როგორც თანამდებობის პირი. გესმით ეს რამხელა შესაძლებლობაა და ამ ყველაფერს ექსკლუზიურად აგერ ვაჟღერებ თქვენს ეთერში. თქვენ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხს შეეხეთ ელექტრონული არჩევნები, მართლა ძალიან მძიმეა, როდესაც ემიგრაციაში მყოფი ადამიანები ვერ ჩამოვლენ საქართველოში იმისთვის, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და აი ამ ელექტრონული არჩევნებით საშუალება ექნება ამ ადამიანებს და ყველა საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. როგორ აპირებთ, რომ აი ეს საკითხი დასვათ, როგორ აპირებთ, რომ დაინერგოს და საერთოდ გჯერათ, რომ არის კეთილინება ხელისუფლების მიერ, რომ ქვეყანაში ელექტრონული არჩევნები ჩამოყალიბდეს. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე ვთანხმდებით ყველანი. უბრალოდ კარგად დავფიქრდეთ. არის საქართველოში პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც სოფლიო აღიარებს. მთელი სოფლიო არალეგიტიმურს უწოდებს არსებულ მთავრობას. მათ შორის პირადად მე და ჩემი გუნდი არასოდეს არ აღიარებს იმ არალეგიტიმურ პუჩისტურ მთავრობას, რომელიც დღეს ეგრეთ წოდებულ მთავრობას, რომელიც დღეს საქართველოს დაპატრონებია როგორც გველეშაპი. ვხედავთ შესაძლებლობებს თუ რა აქვს პოლიტიკურ სპექტრს, ზოგადად ოპოზიციურს გულისხმობ, რა თქმა უნდა, პროდასავლურ ნაწილს. ისინი ძალიან მწუხვარ რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ძალიან დაბალ რეიტინგს ქმნიან. თამამად შემიძლია თქვა ერთი ადამიანი, რომელიც ციხეში იმყოფება, ბევრად უფრო მაღალ რეიტინგულია, ვიდრე მთელი პოლიტიკური სპექტრი. მე ამას კარგად გამიგეთ, ამას არ ვამბობ ცუდი ტონით. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ კარგად აღვიქვათ საზოგადოებისთვის არის თუ არა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს საქართველოში წამყვან ძალებად ჩნდებიან, გადარჩენის გზა. მაგრამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ხალხს, ამ პოლიტიკურ პარტიებს ძალუძთ ქვეყანა იხსნან აი ამ ძიმე მდგომარეობიდან. მაგრამ როგორ? როდესაც ნებელობა არ არის, არც პირდაპირ გაგებით ხალხი ასეც არ მოყვება ამ პროცესებს, მათ მიერ დაანონსებულებს, მაშინ სად არის გამოსავალი? გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეში. ლეგიტიმური გზით, მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნების ჩართულობით და დაკვირვებით გაუშვათ პოლიტიკურ სანაგვეზე არსებული პოლიტიკური კრიმინალური ძალა. და ამისთვის არის ერთადერთი გზა ჩატარდეს ელექტრონული არჩევნები, რომელიც საშუალებას გვაძლევს, როგორც თავშივე აღვნიშნე და ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ყველა მიიღოს მონაწილეობა. 35 წლის, 1990 წლის 28 ოქტომბრიდან რამდენი დღეც არის წელიც გასული, ამდენი ხნის განმავლობაში არც ერთხელ არ ქონია შესაძლებლობა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველს მიიღო არჩევნებში მონაწილეობა ადგილზე. და ჩვენ ეს პრეცედენტი ლამის შევქმნით. ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ ამის სამართლებრივი ბერკეტებიც გაგვაჩნია უზენაესი საბჭოს სახით. ჩვენ ამას ნუ გავექცევით, თუმცა ეს კიდევ დამატებითი თემებია დანიშნულ არჩევნებთან დაკავშირებით, ამაზე ცალკე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ რატომ ელექტრონული არჩევნები? და ჩვენი მოთხოვნა წლებია, ჩემი მეგობრები, კოლეგები ამაზე მუშაობენ და რა თქმა უნდა, უკვე ერთ წელზე მეტია მეც მათთან ერთად მუშაობ ამ საკითხზე. რომ ელექტრონული არჩევნები გვაძლევს პირველ რიგში ნდობის მაღალ ხარისხს. გვაძლევს ჩართულობის უმაღლეს მწვერვალს. იმის იქით შესაძლებლობა არ არის ურნებთან მისასვლელად რამდენიც არ უნდა დავამატოთ ემიგრაციაში
საარჩევნო უბნები და ყუთები. ეს არის აბსურდი პირდაპირ გეუბნებით. არიან ორგანიზაციები, რომლებიც ითხოვენ 100 იმის დამატებას სხვადასხვა ქალაქებში, წარმოგიდგენთ მთელ სოფლიოში 100 ურნით მეტი იქნება და ნაკლები, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს ბიზნესთვის. ამიტომ ჩემო კარგებო, ელექტრონული არჩევნები არის ერთადერთი ლეგიტიმური გზა, რომელიც საშუალებას მისცემს ყველას თანაბარ პარიტეტზე, თანაბარი უფლებებით მიიღოს მონაწილეობა და ყველაზე მნიშვნელოვანი, სოფლიოს დავუმტკიცოთ, სოფლიოს ვანახოთ, რომ ჩვენი სურვილი და ჩვენი მისწრაფება ქართველი ხალხისა არ არის ჩრდილოეთისკენ სწრაფვა და უკან დაბრუნება წარსულში. ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება ყველა შემთხვევაში ევროპისთვის და დასავლეთისთვის, ამერიკისთვის, რომ ჩვენ გვსურს ღია გახსნილი თანამშრომლობა ცივილიზებულ ქვეყნებთან. აი ეს შეუძლია ელექტრონულ არჩევნების ჩატარებას. და ამის შემდეგ ჩვენ კარგად ვიცით, რომ თავის სურვილით უცებ არ ადგება და არ წავა კრიმინალური დაჯგუფება, ეგრეთ წოდებული საქართველოს მთავრობა და აქედან გამომდინარე მე უკვე როდესაც ჩვენი პარტნიორები, ჩვენი კეთილის მყოფელნი ნახავენ, რომ 2 მილიონამდე ქართველს მინიმუმ სურს ევროპა, ნათელი მომავალი და ხვალინდელი კაფიო დღე, აქედან გამომდინარე ისინი მხარს დაგვიჭერენ. და ბევრად უფრო მეტი და ზეწოლა იქნება და შემდეგ რაღაცეებზე უკვე სხვა დროს ვისაუბროთ, ამასაც პირდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვან ექსკლუზივებს მიიღებ ჩვენგან, პირადად თქვენი ტელევიზია, ამაზე უკვე ცალკე გვექნება საუბარი. ასე რომ, ალტერნატივა არ აქვს ელექტრონული არჩევნების ჩატარებას. როგორც ახლა მე გავიგე თქვენი პასუხისგან, თქვენ ახლა საფრანგეთში იმყოფებით, თქვენი გუნდის ნაწილი წარმომადგენლებიც არ იმყოფებიან საქართველოში და აი როგორ აპირებთ ასე ქვეყნის ფარგლებს გარედან ხალხთან ურთიერთობას და როგორ აპირებთ თქვენ შესახებ მიაწოდოთ ადამიანებს მასალა. ამას რატომ გეკითხებით, იცით? ჩვენ აქაც ყოფნის ასეთი პოლიტიკოსები, რომლებიც მხოლოდ არჩევნების დროს ცოცხლდებიან და ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია, რომელიც მხოლოდ წინა საარჩევნო პერიოდში გამოდის ხოლმე ასპარეზზე, შემდეგ უკვე იძინებს და ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია ისეთი, რომელიც მხოლოდ საარჩევნო ბიულეტინებში არის და ისე საერთოდ არც ვიცით მათი არსებობის შესახებ. აი თქვენ როგორ აპირებთ ასე შორ მანძილზე ადამიანებთან ურთიერთობას? დიახ, მე იძულებით ვარ საფრანგეთში და ამასაც გეტყვით, რატომ ვარ საფრანგეთში, თუმცა გიპასუხებ აუცილებლად როგორ ვაპირებ ხალხთან ურთიერთობას, როდესაც ჩემი გუნდის ნაწილი წევრებისა საქართველოშია, ზოგი უკრაინაშია, ზოგი ევროპაშია და როგორ ვაპირებთ ერთი მთლიანი გუნდის სახით წარვდგეთ. პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ მე არ ვარ ჩემი ნებით საფრანგეთში, აი გუშინ თუ გუშინ წინ რომ დანიშნეს შინაგან საქმეთა მინისტრად. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დამცველად პირველ პირად ამ საკითხში სულხან თამაზაშვილი, დიახ, მისი წვლილია ყველაზე დიდი, რომ მე აქ ვიმყოფები ჩემს ოჯახთან ერთად. დიახ. როდესაც 2024 წლის 11 დეკემბერს დამაკავეს მის კაბინეტში რამდენიმე საათი, არაერთი, ანუ 2, 3 საათის დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მასთან პირადად და კიდე რამდენიმე მის თანამებრძოლთან ერთად მამუშავებდნენ, როგორც მიღებული ტერმინია მათ რიგებში. და ცდილობდნენ, რომ ჯერ დამემუქრნენ, შემდეგ უკაცრავად ამ ნათქვამისთვის დაკერვაც კი მოინდომეს, რომ იქნებ შევთანხმდეთ და ასე შემდეგ შვილების სიცოცხლით დამემუქრნენ, ისინი შეეცადნენ, რომ ყველა გზა მოეძებნათ იმისთვის, რომ გავეჩერებინეთ და საბოლოოდ იყო მათი შემოთავაზება, რომ თუ მე ვიტყვი იმას, რომ ჩემი კოლეგები რუსთაველის გამზირზე ნარკოტიკებს, იარაღს უყრიან თავს და შემოაქვთ, ამ შემთხვევაში შენთვის გაიხსნება ძალიან დიდი შესაძლებლობები პოლიტიკური თვალსაზრისით რუსთაველზე, იმედზე, პოზიტივზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და როდესაც მათ ვერ შეძლეს ჩემგან, ანუ ჩემი დაკერვა, ასე რომ ვთქვა და ჩემგან მიეღოთ ის რაც მათ სურდათ, საბოლოოდ მომიწია თავის აგიდება ამ პროცესებისთვის. დიახ, რა თქმა უნდა, მე ჩემი თვითმიზანი არ იყო, რომ საქართველოს დამეტოვებინა, თუმცა
როცა საქართველოსდან ჩემი შვილები ოჯახი გავხიზნე პირდაპირ გაგებით, ამის შემდეგ წამოვიდა კიდევ დამატებითი ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ 225 და 239 მუხლით რაღაც გამოძიება დაიწყეს, რომლის ფარგლებში ჩემი პირადი ნივთები იქნა ექსპერტიზაზე გადატანილი, რაც იმის წინამორბედი წინა სიტყვაობაა, რომ გიორგი უნდა დაიჭირონ. ასე რომ, ჩემო მეგობრებო, ესეც ერთ-ერთი მოტივატორია და მოტივაციის ნაწილია, როდესაც არაფერი დაგიშავებია, სიკეთის მეტი არაფერი გიკეთებია შენი ქვეყნისთვის და ამის შესაძლებლობას გიკრძალავენ, ფაქტობრივად უარს გეუბნებიან, გიკრძალავენ მოქმედებას. დიახ, ჩვენ როგორც თავშივე ვთქვი, ეს ადამიანები გავთლიანდით, გავერთიანდით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ, რომ ეროვნული საქართველო, ქვეყანა, რომელიც დაგსაქსულია მრავალ წახნაგად, მრავალ ნაწილად, როგორ მოხდეს ამის გამთლიანება. დიახ, ჩვენს ხელთ არ არის დიდი რესურსები, ფინანსურს გულისხმობ და მოგეხსენებათ, ვის ხელთაც არის ფინანსური რესურსები, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოძრავებელი ძალა არის ერთგულება, პატრიოტიზმი, უკომპრომისობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ გარიგებაში არ შევალთ არც ერთთან პირდაპირ გაგებით და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც შეეცდება რომ რაღაცა იკეყულუცოს, ამის საშუალებასაც არ მივცემთ. არავის არ მივცემთ და ვინმე დაჩაგროს ამის უფლებას პირდაპირ გეუბნებით. პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური მოძრაობა შემოიჭრა, რომელსაც ქვია საქართველოს სახელით, რომელიც ყველას, ვინც ანტიქართულად, ანტისახელმწიფოებრივად მოიქცევა, მიიღებს ძალიან სერიოზულ სიგნალს. და ეს არ იქნება რაღაცა ფამილიარული და რაღაცა სიყვარულით სავსე დაპირისპირება. მაგრამ ძალა, გუნდი, პიროვნება, რომელიც იბრძოლებს საქართველოსთვის, ის აუცილებლად მიიღებს ჩვენგან დიდ მხარდაჭერას და ამ შემთხვევაში სახელებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება შეკითხვის არსს, როგორ ვაპირებთ ამ ხალხთან ურთიერთობას, შეხვედრებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიახ, ემიგრაციაში 2 მილიონამდე ადამიანი იმყოფება დღესდღეობით. ამ ადამიანებთან კომუნიკაცია არც ერთ პოლიტიკურ ძალას თავის დროზე, წინა პერიოდებში არ გაუღრმავებია. უფრო მეტიც, ისინი იყენებდნენ მხოლოდ წინა საარჩევნო პერიოდში და მათთან ურთიერთობას მხოლოდ აი ამ საკუთარი ინტერესებით განსაზღვრავდნენ და აქ კმაყოფილდებოდნენ. ახლა ჩვენი მოძრაობა ამ ხალხს თავაზობ ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობას, როგორც გითხარით, ელექტრონული არჩევნების ჩატარება სახლიდან გაუსვლელად, იმის ფონზე, როცა 1500 კილომეტრის გავლა უწევდა ზოგ-ზოგი ერთებს, რომ ხმა მიეწვდინათ და ჩაეგდოთ ურნაში და ასევე გახდეს თავად კანდიდატი, შექმნეს პატარა ჯგუფი და დარეგისტრირდება ჩვენს ელექტრონულ CSGO-ში და ის მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ თქვათ, რომ ყველგან არის მისასვლელი და გიორგი კუხალეიშვილი, მისი მეგობრები, სულ მალე შევიკრიბებით და ეს ღიად იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის ევროპის წამყვან ქალაქში პოლიტიკური თვალსაზრისით და იქიდან მივაწვდეთ ყველას ხმას, რომ ჩვენ დავიწყეთ. და ბოლო კითხვა მინდა დაგისვა, იმედი მაქვს, რომ კიდევ გვექნება ჩვენ საუბრის საშუალება. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ხოლმე ახალ სახელებს პოლიტიკაში, რომ ადამიანებს გავაცნოთ ეს ახალი მოთამაშეები პოლიტიკურ ასპარეზზე, უნდა ველოდოთ თუ არა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, საარჩევნო ბიულეტენებში ვექილავთ პოლიტიკურ მოძრაობას საქართველოს სახელით. მადლობას გიხდით ამ შეკითხვისთვის. მე გპირდებით და ჩემი პოლიტიკური გუნდი, ჩემი მეგობრები გპირდებით ერთ რამეს, რომ ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა საქართველოს სახელით აუცილებლად იქნება შემოსახავს ბიულეტენზე, მაგრამ ეს არ იქნება, ეს არჩევნები არ იქნება ბიძინა ივანიშვილის დანიშნული არჩევნები. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ხედავთ, რომ მავანნი ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის გავლით მოახდინონ არჩევნების ჩატარების დაგეგმა, შესაძლებლობა. ცდილობენ რომ კიდევ ერთი მაშველი რგოლი გადაუგდონ ბიძინა ივანიშვილს. ზოგი იმასაც კი კადრულობს პირად საუბრებში, რომ ის ხომ მაინც დე-ფაქტოა და დე-ფაქტო რომ არის და დე-იურეობა რომ დაკარგა, ეს პირდაპირ მის კრიმინალიზებას და მის კრიმინალურ მართლობაზე უსვავს ხაზს. ამიტომ შეიძლება სახელმწიფოზე ვსაუბრობდეთ მის ხვალინდელ დღეზე და კრიმინალებთან თანამშრომლობაზე
პარალელურად საუბრობდეთ? გამორიცხულია. ჩვენ ვამბობთ, ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა საქართველოს სახელით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროდასავლური ორიენტაციის მქონე პოლიტიკური მოძრაობები, ასევე ის ნეიტრალური არა აქვს მნიშვნელობა -1 ბიძინას პარტია, ასე ბიძინაზეა ეს ყველაფერი აგებული, ამიტომ ასე ვიტყვი, ბიძინა -1 ბიძინას პარტიის გარდა ყველასთან ვაპირებთ პირადად გასაუბრებას და აი ამ ჩვენი შემოთავაზების დანერგვას მათთან ერთად. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მარტო ერთი პარტია, თუნდაც ჩვენი ერთი მოძრაობა არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი სისრულეში მოვიყვანოთ. ამიტომ საჭიროა ჩართულობა და ნუ გამოვიგონებთ ახალ ველოსიპედებს, ყველაფერი გარკვეულია. გარკვეულია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის არალეგიტიმური მოძალადე ხალხის წინააღმდეგ მოქმედი უზურპატორი, რომელსაც ნებით ვერ გაუშვებ. რაღაც საქმიანობაა ჩასატარებელი, რაღაც ღონისძიებებია აუცილებელი და ეს ღონისძიებები სწორედ არის ეროვნული არჩევნების ჩატარება, რომელსაც ელექტრონულად ჩავატარებთ. და ამას პროფესიონალები ჩაატარებენ. ეს საკითხები, ანუ ვიღაცამ რომ სპეკულაციისთვის ეს გაყალბდება, ეს ისეთივე იქნება, როგორც გვარამია იძახ და არ გაყალბდება. არა. ის იყო ოფლაინ არჩევნები, ეს იქნება ონლაინ არჩევნები, რომელსაც რაღაც სასწაული უნდა მოხდეს, საოცრება უნდა მოხდეს და თან ყველაზე მნიშვნელოვანი იცით რა არის? საქართველოში არ დაიდგმება სერვერები, რომ ბიძინამ ისიც არ შეისყიდოს, მოისყიდოს და ასე შემდეგ. ყველაფერი იქნება გამჭვირვალედ, მაგრამ ყველაფერს გააკონტროლებენ ჩვენი პარტნიორები, ევროპელები და ამერიკელი პარტნიორები და არა ბიძინას პარტნიორები ჩრდილოეთიდან. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ამიტომ როგორც გითხარით თავშივე, გაძლევთ პირობას, რომ ჩვენ ვიქნებით ბიულეტენზე, ჩვენ აუცილებლად დაგიბრუნდებით თქვენს და წინასაარჩევნო კამპანიასაც ალბათ თქვენთანაც გვექნება ჩართვები და ჩაწერები, მაგრამ ეს არ იქნება ბიძინას დანიშნული არჩევნები. ეს იქნება ქართველი ხალხის ჩატარებული, დანიშნული და მოთხოვნით ემიგრანტების გამარჯვებისთვის პირველ რიგში. ეს ამას ხაზი გაუსვათ, ჩვენ ემიგრაციას წაგვართვეს ხმის უფლება, დაგვიყვანეს მხოლოდ ბანკომატის დონეზე, ანუ გეკუთვნის გამოაგზავნე რაღაცა დაახლოებით ამ დონეზე. და ამას ჩვენ ასე მარტივად არ გავატარებთ. მთელი ემიგრაცია ფეხზე დადგება, სულ მალე. უკვე დაწყებულია ეს პროცესები, აი ახლაც ამ ჩაწერის შემდეგ მაქვს პირდაპირ ჩართვა ჩვენს ემიგრანტებთან ზუმის საშუალებით და ეს პროცესი შეუქცევადი ფორმას იღებს და ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ. ამისთვის მოვემზადოთ. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაცია, ერთიანობა აუცილებელია და ამას ჩვენ დარწმუნებული ვარ შევძლებთ. ვინც ამ ყველაფერს გაემიჯნება, მოხდება ლუსტრაცია ამ ხალხის. ვინც არ უნდა იყოს ის, სახელი უნდა დაერქვას ყველაფერს. უკვე თამაშის დრო აღარ არის. ამისთვის შეიქმნა ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა, რომ ჩვენ არ მივცეთ არავის თამაშის საშუალება. კიდევ ერთხელ ივაჭრონ ქართველი ხალხის ემოციებით, სურვილებით, ხვალინდელი დღით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ქართველი ხალხი, ჩვენ ყველანი ერთად ასეთ პოლიტიკურ მოძრაობებს, ინდივიდებს ხაზს გადაუსვებთ და გაუშვებთ პოლიტიკურ სადაგვეზე. ვინც იბრძოლეს საქართველოსთვის, საქართველოს სახელით, გზახსნილია გამარჯვებისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მადლობა გიორგი ჩართისთვის, თუმცა ძალიან რთულად მოხდა ეს ჩვენი ურთიერთობა ტექნიკური მიზეზების გამო. კი შეგახსენებთ, რომ გადაცემა 20 წუთის სტუმარი იყო პოლიტიკური მოძრაობა საქართველოს სახელით, ორგანიზატორი და ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კუხალაშვილი.